მოგესალმებით მეგობრებო, ეს YouTube არქივში ხურაა და მე მისი წამყვანი ლევანი ვარ. დღეს მინდა გესაუბროთ შემდეგ ფენომენზე, პატარა ბავშვების სკროლებზე. რატო გამიჩნდა ამ ვიდეოს ჩაწერის სურვილი? დაახლოებით 1 კვირის წინ ჩემთან უბანში მანქანამ ლამის დაარტყა პატარა ბავშვი, რომელიც ძალიან დიდი სისწრაფით მოდიოდა აღმართიდან და ძალიან მაგრად გადარჩა. მაგას რო თავი გავანებოთ, მშობლებს მინდა რა მოგმართოთ. ბავშვს თავისუფლებას რო აძლევ, კაია, მაგრამ ჩაფხუტის გარეშე სკროლზე დაждომის უფლებას რო აძლევ თუ დადგომის, ძალიან სწრაფად არის ხუთე სკროლი. 15-40 დადის. ბავშვი წაიქცეს. მორჩენილი ბაზარი. ძალიან დიდი შანსია რომ რაღაც მოუვიდეს. ვერ ხვდები მშობელი რატო აძლევს ბავშვს იმის უფლებას, რომ დაждდეს სკროლზე, თუნდაც ჩაფხუტით, თითქმეტეს ჩაფხუტის გარეშე. იმის თავში გზაზე მოძრაობის წესები კი არა. როგორ გითხრათ, გამოცდილება კი არა. თვითონ გონება ჯერ გაზრდილიც კი არა, ფიზიკურად და აძლევთ უფლებას, რომ იგი რაღაცას დაждდნენ. ადრე ძალიან ხშირი იყო სკუტერებზე, პატარა ბავშვები ჩაფხუტების გარეშე. ორ-ორი რო ისხდნენ და დარბოდნენ, ნახეთ იგი. ეგ სასწაულებაშია. ეგ აღარ არის. ძალიან შემცირდა მსგავსი მაგალითები. დღეს და ძალიან კაია ეს. გავვრითმე. Yes, correct. რა შეეხება სკროლს? იდეაში ხო სკროლი უწყინარი რამეა, მაგრამ რეალურად ძალიან სწრაფად არის, ხვდები? ბავშვი კი რა დიდმაც არ უნდა გამოიყენოს ჩაფხუტის გარეშე. არ ვიცი რა ფენომენია საერთოდ. მარიაჟობა ალბათ რა, რომ არ გჭირდება ჩაფხუტით ეხავს თუ რაღაცა დაარტყო და გაასხავ ტვინს, მაგრამ მაგრა წახვალ რა. ძერსკა. ეგ უპასუხისგებლობა მგონია შენი თავის მიმართ და შენი ოჯახის წევრების მიმართ. დალოცვილი გაიკეთე ჩაფხუტი რა. ამ ბავშვებზე საერთოდ ჩვეულებრივი შოკია. როგორ მოძრაობენ, თან როგორ დაღმართია საუბარი იცი. რო გინდოდეს რო ვერ დაამოხო ესეთ გზებზე ბავშვების ეს სიარული არის სრული სიგიჟე. არ ვიცი ვინ როგორ ზრდის თავის ბავშვს, მაგრამ დამიჯერე ჯობს, ცოტა რაღაცები შეუზღუდო და რაღაცებში დაისტრესოს, დაფიქრდეს რომ აი რატო აუკრძალე რაღაც, ვიდრე გაასხას ტვინი და მე იმ ბავშვს აღარ დააბრუნე. ხო ვითომ ისეთი პონტია რომ არა უშავს და ძალიან უშავს, ანუ ძალიან უშავს, იმიტომ რომ ბავშვი როგორ შეეშინდა, იცი? მაგალითი რო გითხარი, წინა კვირას რაც მოხდა. ბავშვის კანკალებული ხმა ქონდა და მაგაზე მეტი სტრესი რა გინდა? მანქანა ლამი შეასკდა. ცალკე იმას მზოლს ჩარავ. არ ვიცი რომ სახელმწიფო დონეზე როგორ უნდა მოგვარდეს, მაგრამ როგორც მინიმუმ აქ ოჯახურ დონეზე ეგ უეჭველებინა გაკონტროლდეს. იმიტომ რომ არ შეიძლება ბავშვის ეგეთი თავისუფლება. ჯობია ფეხითი აროს და ორჯერ მეტხანს მოუნდეს, ვიდრე რაღაც სკუტერზე დაასრულოს სიცოცხლე. ეგ რეალური პრობლემაა რა და მაგას უნდა მიექცევ ძალიან დიდი ყურადღება. აი ბავშვი თუ გეტყვის, რომ აი მამა სკროლი მინდა ჩაფხუტით კი არა, ვაფშე არ უყიდო სკროლი. ბავშვი ძალიან პატარაა ტრანსპორტისთვის, რომელიც 40-ით დადის. ველოსიპედი თუ ვინა უყიდე, ან რა ვიცი, სკეიტბორდი ალბათ. და სკეიტბორდიც არ არის პატარა ამბავი, იმიტომ რომ ჩაფხუტის გარეშე ეგეც არ შეიძლება და ბევრჯერ ვინახავს ბავშვები გამართიდან ეშვებიან ჩაფხუტის garaში. 50-50-ი არა შეასკდება თუ არა. ეგეთი რამე არ შეიძლება. ბავშვის გონებაში მაქსიმალურად ჩადეთ ის, რომ უნდა გაიკეთოს ჩაფხუტი. ყველაფერს ვერ გაკონტროლებ, რა თქმა უნდა, მაგრამ რო ხედავ რომ შენი ბავშვი დადის რაღაც ტრანსპორტით, ანუ წაართვის, ბიჭო, რა დროს მაგათი ტრანსპორტია, რა დროს მაგათი გზა არის, ანუ აზრზე არ არიან არაფრისჯერ. ისიც არ იციან თვითონ ვინ არიან და რა უნდა ცხოვრებაში და საერთოდ სად დაიბადნენ. და ის ტრანსპორტს ანდობ მაგათ. სუდი შეცდომა ეგ. აი ჩემი აზრით ძალიან დიდი ჯარიმა უნდა იყოს მაგაზე. არ ვიცი როგორ არის საკანონებში, მაგრამ მშობელს ძალიან დიდი ჯარიმა უნდა დააკისრო იმის გამო, რომ თავისი ბავშვი ჩაფხუტის garaშე დადის ეგრე. შენ ვერ გააკონტროლებ ყველაფერს, მაგრამ ბავშვის თავში სწორად უნდა ჩადო ის კოდი, რომ არ შეიძლება მსგავსი რაღაც და უნდა აუხსნა რატო არ შეიძლება. და თუ ვერ გაიგებს, მაინც არ მიცეს საშუალება, იმიტომ რომ ბავშვია, ანუ ბავშვია. შეგონია რომ შენი ტოლი და რაღაცები ესმის, იმას ძალიან ბევრი რამე არ ესმის, ძალიან ბევრი რამე. ასე რომ ძალიან გამიხარდება თუ მაგას მოევლება რა, იმიტომ რომ ჩვენც გვეყოლება შვილები, გვინდა რომ ისეთ სისტემაში ვიყოთ, სადაც უფრო მეტი დასულობა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ერთი ბავშვი რომ ესე იქცევა, მე მეორესაც უნდა, მესამესაც უნდა და უკვე შეიძლება მასშტაბური გახდეს ეგ პრობლემა. ხო და ძალიან კაცრად უნდა გაკონტროლდეს ეგ. ისე როგორ მოგწონთ ეს? რაღაც შეუცვალე, ხო უკეთესია. ცხრობელი, რაც ლურჯი, რეფენდერასე და ყველაფერი კეთდება. დაახლოებით 3 თვე YouTube-ს ვაკეთებ და so far so good. ესეც ჩემი ინგლისური. ბოლოს რო შევკრათ, ბავშვებს მიექცეთ ძალიან დიდი ყურადღება, როცა სკროლით დაკატავებენ. ჩემი აზრით ამის უფლება არ მოქონდეთ მათ. ხელმისაწვდომობა. ისე ვფიქრობ ამ კედელზე რაღაც ახალი დავამატო, მაგრამ არ ჩანს. ეს კამერა აქეთ რო გადმოვდგა, აქაც რაღაც გავაკეთო, უფრო სივრცული იქნება. ეხლა რა ოთახშიც ვიღებ, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველა ნივთი დავყარო და უფრო დიდი სივრცე დამრჩეს. მომავალში კიდე სხვანაირი კუთხით გადავიღებ, ვფიქრობ, მინდა რომ უფრო დიდი სივრცე შევქმნა. კაი, აბა კარგად.